პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ. თავი პირველი. პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ღვთის, ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი იმედის, იესო ქრისტეს ბრძანებით. ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. როცა მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვდი დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ არასწავლონ განსხვავებული რამ. და არ შეაჩერონ ყურადღება ზღაპრებზე და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ განგებულებას რწმენაში. ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილის სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული, რასაც ზოგიერთები ასთდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაკმობისაგან. რადგან სურთ რჯულის მასწავლებლები იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას. ცნობილია, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უხთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და ბილწთა, დედმამის მკვლელთა და კაცის მკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, კაცის მპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, რაც საღი მოძღვრების საწინააღმდეგოა. კურთხეული ღვთის დიდებული სახარების თანახმად, რომელიც მე მაქვს მონდობილი. ვემადლიერები მას, ვინც ძალა მომცა, ჩვენს უფალს, ქრისტე იესოს, რომელმაც სარწმუნოდ მიმიჩნია და განმაწესა მსახურება. მე, რომელიც უწინ მგმობელი, დევნელი და შეურაცხყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით ვაკეთებდი ურწმუნოებაში. მაგრამ უფრო მეტად გაუხვდა ჩვენი უფლის, მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში. სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა წუთის სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემში პირველად ეჩვენებინა მთელი სულ გრძელობა მათ და სანიმუშოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს, მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამ ცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზედ მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა, ჰქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხრა მათი რწმენის ხომალდი. მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ დაგმონ.